11 წელი გავწეხე და ნერგების სერტიფიცირებაც იწყება სანერგეების. გოგა. არის ფოტოვა როგორია? ეს პაროსანია, პაროსანი. არა, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ 2019 წელს დაიწყო თხილის გადარჩენის პროგრამა საქართველოს თხილის ასოციაციასთან და ქართველ ფერმერებთან ერთად სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით და მინდა აღვნიშნო, რომ ის მოსავალი, რომელსაც წელს ქვეყნის ფერმერები ელოდება, 50,000 ტონაზე მეტია თხილის მოსავალი, მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ ღირსეული შემოსავალი მიიღონ თავიანთი საქმიანობიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტურად წარიმართა თხილის მოვლის ღონისძიებები ქვეყანაში, რამაც მოგვცა იმისი საშუალება, რომ მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქტი შეიქმნას ქვეყანაში და ქართულმა თხილმა დაიჭიროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმისთვის, რომ ჩვენმა ფერმერებმა შეძლონ მიიღონ მაღალი შემოსავალი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უზრუნველყონ საკუთარი შემოსავლებით ბაღების მოვლა იმისთვის, რომ მომავალი წლები იყოს კიდევ უფრო წარმატებული და მათ ჰქონდეთ გარანტირებულად კარგი შემოსავლები. ასევე რაც შეეხება სწავლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და აქტიურად იყო ჩართული რეგიონის კოორდინატორები თხილის წარმოების პროცესის ხელშეწყობაში ფერმერებთან ერთად და შედეგები არის სახეზე. გურიის რეგიონისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი არის თხილის მოსავალი წლევანდელ წელს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ COVID-19-ის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მაღალი შემოსავლები მიიღოს მოსახლეობამ და ამავდროულად მათ არ ქონოდათ შეფერხება თავიანთი საქმიანობის წარმოებაში. საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა ფინანსური რესურსი არსებობდეს როგორც ბაღების გაშენებისთვის, ისე მაღალხარისხიანი მოსავლის სათანადო რეალიზაციისთვის და მინდა ყველას მიულოცო წლევანდელი წარმატებული სეზონი და ვფიქრობ, რომ მომავალი წლები იქნება კიდევ უფრო უკეთესი.